თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონიცე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის 5 ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვავს. სავარაუდოდ დღესვე დაიწყებენ ბრალდებულების საბოლოო სიტყვის წარმოთქმასაც. აღნიშნული პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს. ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სხდომის დარბაზიდან გაძევებული რევაზ კიკნაძე დააბრუნა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთხელ წარუდგენთ მოსამართლეს იმ არგუმენტებს, რასაც ფაქტობრივად თვეების განმავლობაში ვთავაზობდით არაერთხელ არაერთ პროცესზე. პირველი, სახეზე რომ არ არის ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედება, მეორე რომ სახეზე არ არის არანაირი სახის ძალადობრივი მოქმედება, ონიცე ცხადაძის მხრიდან, შემდეგი საკითხი, რაზეც ჩვენი მხრიდან ასევე გამახვილდება ყურადღება იქნება ის, რომ კონკრეტულად მოსამართლეს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მუხლის წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიციროს რომელიმე მუხზე, იმიტომ რომ არათუ ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება სახეზე არამედ არც ერთი სახის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვაქვს. ბრალდების მხარეს ფაქტობრივად არაფერი აქვს ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედების ამსახველი მტკიცებულება წარმოდგენ და ამას წერტილი დაუსვა ბრალდების მხარის გამომძიებელმა, მთავარმა გამომძიებელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭებს არ უდგინდებათ ერთმანეთთან კონტაქტი, არ უდგინდებათ კავშირი მათ შორის ორგანიზატორებად წოდებულ პირებთან. ჩვენ არაერთხელ გითხოვთ, რომ ამ პროცესში ადვოკატები პრინციპში სიბნელეში ვის ცეცებით მუშაობთ, იმიტომ რომ არ არსებობს მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. ორგანიზებული ჯგუფი ისე რომ ჯგუფის წევრებს არ ქონდეთ ცოდნა ერთმანეთის შესახებ, ან ერთმანეთის მიერ განსახორციელებული ქმედების შესახებ არის შეუძლებელი. ორგანიზებული დანაშაული შეიძლება ჩადმიქნეს მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ და უცხოელი ადამიანები მას უბრალოდ ვერ ჩაიდნენ ერთად. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 36 დღეა დარჩენილი. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. მათ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. თბილისის მერობისთვის მათი ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ გებულ თამაშის შესვლას არ აპირებენ. მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოში 2003 წელს მოხდა, როცა შევარდნაძის რეჟიმი დაემხო აბსოლუტურად მშვიდობიანად. იგივე მოხდა სომხეთში, პაშინიანმა დაამხო რეჟიმი, გაიმარჯვა ხალხთან ერთად და ასევე მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ საქართველოში მოხდეს მშვიდობიანი დამხობა. ჩვენ პოზიტიურად განწყობთ განწყობილი არჩევნების შედეგების მიმართ, ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაშია, ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც არც ამორჩეველი მოუწყობებია, არც პრინციპებისთვის უღალატია და რაც თავარია ამ არჩევნებისთვის ერთ-ერთი პარტია ვართ, ვისაც რაღაც გასაგები იდეა აქვს, რომელიც შეიძლება შესთავაზოს ამორჩეველს, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რეგიონები. ოპოზიციის შანსები არა თქმა უნდა ნულოვანი, ეხლა წინ არჩევნებზე მათ პატარა წარმატებას მიაღწიეს, 61 მანდატი მიიღეს, სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა დრამატულად არის შემცირებული მათი რეიტინგი და პირიქით ჩვენი რეიტინგი არის უფრო გაზრდილი, მათი შანსები არის ნულოვანი, რა თქმა უნდა. ხელოვნური დაპირისპირება ამ ორ ფლანგს შორის ნაციონალური მოძრაობის, ხო, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ხო, 4 რადიკალური პარტია, საიდანაც ორი ამბობს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას, ორი ამბობს, რომ ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის ერთი სპექტაკლის ძალიან დიდი ნაწილი, ვინაიდან მათმა გარე უფროსებმა ჩაიფიქრეს, რომ ლელოს და გახარიას პარტია გამიჯნონ ნაციონალური მოძრაობისგან, და ეს სპექტაკლი ამას ემსახურება. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად მიცემული ვადა 2 დღეში ამოეწურება. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთის განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიცია კი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და თulis, რომ საქართველო სოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან იზოლირებულია. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ ის ვარდნა, რაც ამ სახელმწიფოებრიობას აქვს დღეს. ჩვენ
შორდებით დასავლეთ, შესაბამისად უახლოვდებით რუსეთს და დიდი საფრთხე გვაქვს, რომ რუსეთის გავლენის სფეროში დავრჩეთ კიდე გაურკვეველი ვადით. ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი სუსტდება მსოფლიოში, რუსეთის სუსტდება ჩვენ რეგიონში და ძალიან დიდი პერსპექტივებია, რომლის დღის წესრიგშიც საქართველოს სამწუხაროდ დღეს არ არის იმის გამო, რომ მას ამგვარი ხელისუფლება ყავს. ჩვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეგვიჩერეს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნიკურად შეუძლებელი სექტემბრის თვეში ვერ მოხდება, ოქტომბრის ბოლოსკენ იქნება ამისი განხილვა. დანარჩენი ქვეყნებიც, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ეჭვის თვალით შეხედავენ ევროკავშირს და დანარჩენ ქვეყნებსაც ექნებათ ამ 60-მდე ქვეყანასაც გაუჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროკავშირს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუძლია გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს. 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანდრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობის მიღებას და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევას დაეთმობა. გარდა ამისა, პარლამენტი გადაწყვეტილებას პარტია გახარია საქართველოსთვის მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც მიიღებს. პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. ასევე სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტს ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტი წარადგინება, რომლის ამოქმედების შედეგად პირს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა იქნება. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. ბიუროს სხდომა 1 სექტემბერს გაიმართება. უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა 29 აგვისტოს ღამეს უკრაინას 68 დრონით შეუტიეს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მტრის 46 დრონი გაანეიტრალეს. ამასთან 22 უპილოტო საფრენი აპარატი დარტყმა დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა. პარალელურად უკრაინის დედაქალაქ კიევზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას, ამიტომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იქნება ფინანსური და ენერგეტიკული სანქციების დაწესება. აშკარაა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მისი თქმით, ეს განსხვავდება იმისგან, რაზეც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. მერცმა აღნიშნული განცხადება უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შემდეგ გააკეთა. კერძოდ, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე მასირებული იერიში 629 რაკეტისა და დრონის გამოყენებით მიიტანა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 599 გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულია 19, ხოლო დაშავებულია 52 ადამიანი.